მოგესალმებით, მე მირიან ნიკოლაძე ვარ, გრძელდება ჩვენი საუბრები, რომელშიც მიმოვიხილეთ გარკვეული საფრთხეები, რაც ხელს უშლის ჩვენი საზოგადოების რიგითი წევრების აქტიურ მონაწილეობას საკუთარი ქვეყნის მომავლის ფორმირებაში. იდეოლოგიური დიქტატის შემდეგ ჩვენ გვაქვს სურვილი თქვენთან ერთად განვიხილოთ კიდევ ერთი დიდი საფრთხე, რომელიც დაძლევის გარეშე ძალიან რთული იქნება ყოველგვარ დიდ მიზნებზე ფიქრი და მიუხედავად საზოგადოების კონსოლიდაციისა, შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი პრობლემა ვერ გადაიჭრას. საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ კლეპტოკრატიას. რა არის კლეპტოკრატია, რა მოვლენაა, როგორ განვითარდა ის საქართველოში და რატომ არის მისი არსებობა ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, შევეცდებით 2-3 სიტყვით გესაუბროთ. კლეპტოკრატია ეს არის სახელმწიფო რესურსების ხარჯზე გამდიდრებული ფენა. ხას უსვამთ სახელმწიფო საბიუჯეტო იქნება ეს ნებისმიერ სხვა ფორმით, ანუ იგივე ხალხის ფულის ხარჯზე გამდიდრებული ფენა და ხას უსვამთ იმიტომ, რომ შემდგომში ბუნებრივია ათასგვარი მანიპულაციის წყალობით დაიწყება ახლა იმის მსჯელობა და შეთქმულების თეორიები, რომ აი დიდრებს ებრძვიან, რაღაც ბოლშევიკური იდეები აწუხებდა და რაღაც გავს სისულელები, რომელსაც ჩვენ თხოვნა იქნება, რომ ყურადღებას მიაქცევთ. კლეპტოკრატიას დიდი საფუძველი აქვს საქართველოში, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში ჩამოყალიბდა ეს ძალიან ძლავრი ფენა, რომელიც ერთგვარი არაოფიციალური მმართველია ქვეყნის. ეს არის ყველაზე უფრო მოქნილი ინსტიტუცია, თუ გნებავთ კასტა, რა ვიცი, რომელიც ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში ინაცვლებს უპრობლემოდ, მცირე დანაკარგებით ყოველ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში ინარჩუნებს თავის გავლენას და არათუ გავლენას აი ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითებს, როდესაც მათი გვერდში დგომის გარეშე და მათი ჩარევის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხების გადაწყვეტა. კომუნისტების დროს ჩამოყალიბებული ეს კლეპტოკრატები შემდგომ მემკვიდრეობით გადაეცნენ შევარდნაძის ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, შევარდნაძის ხელისუფლებაში იყვნენ სრულ კომფორტში და კიდევ უფრო მოიძლიერეს თავისი პოზიციები. ბუნებრივია შევარდნაძის, ასე ვთქვათ, ეპოქამ თავისი კლეპტოკრატები შეძინა აი ამ დიდ კასტას, ვინაიდან კორუფციის მეტი მოგეხსენებათ არაფერი ხდებოდა იმ პერიოდში და უკვე ეს კლეპტოკრატები გადაბარგდნენ ნაციონალურ ხელისუფლებაში და მათ პირობებში მცირედი დანაკლისის მიუხედავად შეინარჩუნეს თავისი პოზიციები, ისევ იყვნენ განსაზღვრელ პოზიციებზე და ფაქტიურად მათი მეშვეობით ხდებოდა სახელმწიფო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. ნაციონალებმა რაც ქნეს, იყო ის, რომ კლეპტოკრატია კი არ მოსპეს საქართველოში. პირიქით, საკუთარი ნიჭით, საკუთარი ასე ვთქვათ, კომერციული ალღოთი გამდიდრებული ადამიანები დასაჯეს, ბოლომდე მოაშთეს, წაართვეს ქონება, გააკოტრეს და პრაქტიკულად გააქრეს ის ფენა, რომელიც უნდა ყოფილიყო ქვეყნის საყრდენი. კლეპტოკრატებთან მიმართებაში კი მარტივად იყო საქმე. ბოდიში ვიხდი ამ გამოთქვაზე, მაგრამ ფეხის დაბარტყუნებაზე ესენი უნდა გამოცხადებულიყვნენ ფულის ტომრებით და გადაეხადათ ის ხარკი, რომელსაც მათ აკისრებდა ხელისუფლება. ასე რომ ცრუ მითი თითქოს ხალხის გულისთვის, იქ ბიუჯეტის გასამდიდრებლად, საერთო სახელმწიფო ინტერესის გამო იქ დიდრებს ვიღაცა დაერია და რამე ამით მნიშვნელოვანი შეიცვალა ქვეყანაში, ეს არის სიცრუე პირადად ვიყავი როგორც იურისტი, როგორც ადვოკატი, ჩართული უამრავ საქმეში, ვერ გეტყვით რამდენი ათეულ ასეულ აღარც მახსოვს და ეს ჩემთვის ძალიან ხელშესახები მოვლენა იყო. სააკაშვილის პერიოდიდან ამ კლეპტოკრატიულმა ფენამ გადმოინაცვლა უკვე ოცნების პირობებში და ესე იგი არათუ შეინარჩუნეს პოზიციები. ესენი გამოვიდნენ ტანჯულწამებულები წინა ხელისუფლების მიერ. ესენი გამოვიდნენ, ასე ვთქვათ, ფინანსურად დაზარალებულები, მათ მოითხოვეს ამ პრივილეგიების ბოლომდე აღდგენა და მიაღწიეს კიდეც, მიაღწიეს. მე ვიყავი ჩართული ამ პროცესებში და არ ვიცი, არც მახსენდება პრაქტიკულად ძალის ძალა თუ არ გამოვტაცეთ წართმეული ქონებები და
ეს ფინანსური ზიანები და ის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, საშუალო სიმდიდრის მქონე ადამიანებისთვის არაფერი გაკეთებულა. ეს კლეპტოკრატები დარჩნენ, განაგრძეს მშვიდი მმართველობა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ყველაზე სიცოცხლის უნარიანი ფენაა ქვეყანაში. რა გვინდა ახლა? დიდრებს ვებრძვით, განკულაკება სურს მათი, რა ვიცი, შური და ბოღმა გვახჩობს და არ გვინდა რომ ქვეყანას დიდრები ყავდეს თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ღმერთმა ქნას მარტო საქსტატის მონაცემების იმედზე არ ვიყოთ, რომ ყოველ ხელისუფლების პირობებში მდიდრდებით და ბოლოს ისე არ ხდებოდეს, რომ ღარიბდებით და უკან მივდივართ. ჩვენი სურვილია, რომ ქვეყანაში იყოს რაც შეიძლება მეტი მდიდარი, მაგრამ ხელისუფლებაში იყოს რაც შეიძლება ნაკლები მდიდარი, იმიტომ რომ ეს განაპირობებს დიდ პრობლემებს. თქვენ რაც არ უნდა მოიწადინოთ დღეს, აი მაგალითად გაგიჩნდეთ სურვილი, რომ ჩამოაყალიბოთ კარგი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მართლა ხალხის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული, რომ გაუწიოთ მათ დახმარება და არა ისეთი როგორი NGO-ებიც, ყველამ ვიცით, რაც დაარქვეს და ხალხის შემეცნებაში რა ახმაც აქვთ, ეგრეთ წოდებული გრანტჭამიები, მათ არ გულისხმობ. თქვენ აუცილებლად უნდა მიადგეთ მდიდრებს, რომ გარკვეული დაფინანსება მოიპოვოთ, საარსებო, რომ ეს კეთილი საქმე განახორციელოთ. აი ამ კლასის გარეშე, აი ამ ფენის გარეშე, თქვენ ვერაფერს იზამთ. მოდით თქვათ ახალგაზრდებზე, რომელსაც უნდათ პოლიტიკაში წასვლა, ახალი პოლიტიკის შეთავაზება ქართული სახელმწიფოსთვის ვერაფერს იზამენ. ეს გამორიცხულია. ისინი უნდა მივიდნენ დიდრებთან, მათ თხოვონ თანხა და შემდგომში რა თქმა უნდა, როგორც აქამდე არსებული ყველა პოლიტიკოსი უნდა მოიქცეს მათი გავლენის ქვეშ. სხვა გამოსავალი მათ არ ექნებათ. მაგალითად, ვიღაცა სურს დიდი ინოვაციური პროექტების განხორციელება, რომელსაც შეუძლია გარდატეხა შეიტანოს რაღაცა სახელმწიფო ეკონომიკის ან სხვა დარგში და წინ წაწიოს ქვეყანა. სად უნდა წავიდეს? უნდა მივიდეს ამათთან, ბანკირებთან უნდა მივიდეს, ბანკირებთან და იმ ხალხთან, ვისაც მილიარდები აქვს ნაშოვნი, ჩვენივე ხარჯზე. დიახ ბატონებო, ჩვენს ხარჯზე ნაშოვნი ფულით ეს ხალხი ძალიან მარტივად ახერხებს ჩვენს მართვას. ეს ჩემი მოსაზრება არ არის. მე აქ რაღაცა იმისგან, რა ქვია, ულტრა რადიკალი ლიბერალებისგან განსხვავებით ექსტრემისტულ თეორიებს არ ვავითარებ. საკმარისია თქვენ გადახედოთ ჩვენი ყველაზე ღრმად მოაზროვნე ადამიანების ნამოღვაწარს 90-იან წლებიდან მოყოლებული და მაშინვე ნახავთ ყველაზე უფრო გონიერი ადამიანების მიერ როგორ დიდ საფრთხედ ფიქსირდება ეს კლეპტოკრატია, რომელიც არ ტოვებს ადგილს პატიოსანი ადამიანისთვის. არავის ადგილს არ ტოვებს უბრალოდ. არსად, ჩვენ ხო ჩამოვთვალეთ სფეროები, უამრავია კიდევ ახაშორს და გვიყვანს და რას თეორია შეხედეთ. ყველა ხელისუფლების პირობებში პარლამენტის და მთავრობის უმეტესობა არიან სწორედ ასეთი ხალხით წარმოდგენილი. სწორედ ასეთი ხალხი მართავს ქვეყანას, განან და ვიღაცები გვესაუბრებიან რაღაც deep state-ზე და რაღაც ისულელებზე, რომელიც შეიძლება ბუნებაში არსებობდეს, მაგრამ იმას შეიძლება მოქონდეს ჩვენთვის მიასეთი ზიანი, ვიდრე საკუთარ deep state-ს. ყოველგვარი, რა ვიცი, ალბათ უტრირების და ფიგურალური გამოთქმის გარეშე ჩვენი საკუთარი deep state-ი არის ქართული კლეპტოკრატია. როგორ უნდა მოხდეს ახლა ამ კლეპტოკრატიის ჩანაცვლება? ეს ცალკე თემაა, როცა ჩვენ გადავალთ პრობლემების გადაწყვეტაში, იქ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ჩვენ ეს ფენა არ გავიყვანეთ მართველობიდან, არაფერი ხეირი ამ ქვეყანას არ ექნება. ეს არის ზღაპარი. ახლა წარმოიდგინეთ უცხო ჩვენი პარტნიორების, უცხო ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენდამი. გლობალური დაგეგმარების პირობებში გლობალიზაციის სპეციფიკა ხო ასეთი და მანამდეც ასე იყო წინა წლებშიც, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიგეგმოს ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში საკმაოდ ხანგრძლივი პოლიტიკა. ეს საქართველოსთან მიმართებაში გამორიცხულია რომ მოხდეს. მათთვის ყველასთვის არასანდო პარტნიორი ვართ. იმიტომ რომ ხელისუფლებები იცვლებიან ხშირად, ეს ხელისუფლებები წარმართავენ ერთმანეთსგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკას, რომელი ხელისუფლებების რადიკალურად განსხვავებულობაზეა საუბარი, აგერ ერთი ხელისუფლების პირობებში 10 წლის მმართველობაში ვიცოდით რომ პროდასავლური გზა ქონდა ქვეყანას და ახლა აღმოჩნდა რომ თურმე ამაზე დიდი
ტრაგიზმი, რაც დასავლურ ორიენტაციაში თურმე არ არსებობს. მოკლედ, როცა ქვეყანას არ ყავს მართველი ფენა, საშუალო ფენა არ არსებობს. აი ეს ბირთვი იკავებს საშუალო ფენის ადგილს. ის არ აძლევს სასიცოცხლო სივრცეს და ვერ ყალიბდება. თქვენისგან, ჩვენგან, ყველა საზოგადოების ყველაზე უფრო კარგი, შემოქმედი პატიოსანი საკუთარი ქვეყნის მიმართ, აი ამ წევრების გან ვერასდროს დაკომპლექტდება საშუალო ფენა და ეს საშუალო ფენა უნდა იყოს გარანტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების, არამედ როგორც მოგახსენეთ, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ვინაიდან აი ამ სტაბილურ ფენაში ამოზრდილი ხელისუფლებები ყოველთვის იქნებიან, რა თქმა უნდა, სტაბილური მოთამაშეები უცხო ქვეყნებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. მაგრამ ეს ვერ მოხდება. ეს ვერ მოხდება, რადგან ეს ხალხი არსებობს ჩვენს სინამდვილეში, ეს ხალხი მართავს ქვეყანას და მათი ჩანაცვლება ძალიან რთულია. ხო, დარწმუნებული ვარ, რომ დაგწამებდნენ იქ რაღაც ჩრდილოეთის აგენტობას და აღმოსავლეთის, სამხრეთის ვერ გეტყვით ვისი კიდევ, მაგრამ ახლა იარლიყი იქნება, რომ ეს არის ბოლშევიკური იდეა, რომ ვიღაცა, როგორც წეგამ თქვით, განვაკულაკოთ. არა ბატონო, კი არ განვაკულაკოთ. სამართლიანობის პრინციპზე ავაგოთ ქონებრივი ურთიერთობები. სამართლიანობის პრინციპი თუ მოითხოვს ვიღაცის მიერ რაღაცის დათმობას, რა თქმა უნდა, ეს ახლა თუ გვინდა რომ წესიერი განვითარება განვაგრძოთ, ეს ასე იქნება. აბა როგორ? აბა სხვანაირად როგორ? კარგია 35 წელი და უფრო მეტი კიდევ მის წინ კომუნიზმის პერიოდი ვახსენეთ, აგერ რომ არავინ მიიკარო? დევიზი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი მდიდარი ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები მდიდარი ხელისუფლებაში. საქართველოს პარამეტრების მქონე ქვეყანას არ აქვს ის რესურსი, რომ აქ მდიდარმა აქ თავარი ფაქტორი რა არის, რომ საკუთარი ნიჭით, საკუთარი შესაძლებლობებით წეღანავს თქვით, საკუთარი კომერციული ხედვით და კაპიკზე დადებით გამდიდრებულ ადამიანზე კარგი ქვეყანას რა შენაძენი აქვს? არაფერი. აქ საუბარია კლასიკურ კლეპტოკრატებზე, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტიდან ითვისებენ თანხებს. ტენდერებიდან ითვისებენ თანხებს. ახლა დღეს რო გვეუბნებიანო, თუმცა თავისივე წიაღში ყოლიათ ეს ხალხის ფულის ხარჯი გამდიდრებული ხალხი, ეს ახლა ჩვენი საფუძველს გვაძლევს. იმისას რომ კიდევ მრავლად არიან, უბრალოდ არ წირავენ სხვებს. ასე მოხდა, როცა ნაციონალების ფულით ნაშოვნი ხალხი არ გაწირეს და ჩააყენეს პრივილეგიურ მდგომარეობაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია იმაზე, რომ სახელმწიფოდან განიდევნოს კლეპტოკრატია და მან ადგილი დაუთმოს საშუალო ფენის ფორმირებას. სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანას, რა თქმა უნდა, პერსპექტივა არ გააჩნია. საბოლოო ჯამში მიიღებთ რას? მე ახლა ალბათ ატყობთ, რომ ვერიდები ძალიან სახელების და გვარების და პერსონალიების რაღაც მოხსენიებას, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ, ინსტიტუციონალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რაღაც იქ სხვა ეს გლობალური მოვლენებია, ვიდრე არიან ვიღაცა კონკრეტული ადამიანები, ვინც შეიძლება დღეს გარკვეულ პოზიციას ინარჩუნებენ, ან ფინანსურ მდგომარეობას და ხვალ საერთოდ არ ქონდეთ იგივე მდგომარეობა. ამაზე არის საუბარი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ხო ვიღებთ იმას, რომ კეზერაშვილის ტელევიზიიდან ჩვენ ყველას დაგვარიგებენ ჭკუას, როგორია დასავლური ორიენტაცია, როგორია ევროპული ღირებულებები, როგორი უნდა იყოს თანამედროვე პროდასავლელი ქართველი. არ გაიზიარებთ? რა თქმა უნდა, უკვე თქვენ საიჭო ადამიანი ხართ. თქვენ უკვე ვიღაც სახურებაში დაგედებათ ბრალი. იმიდან, რა ქვია, ფარცხალაძის ტელევიზიიდან თქვენ გიქადაგებენ როგორ უნდა აშენდეს სამართლებრივი სახელმწიფო და როგორი უნდა იყოს მოქალაქის როლი აი ამ მშენებლობაში. ვიცი, აგერ რუხაძის ტელევიზიიდან გვასწავლონ რა არის კონსერვატიზმი, ოჯახის სიყვარული, ღმერთის სიყვარული, ეკლესიის სიყვარული და სხვა ჩვენთვის მართლმსაჯულოვანი ფაქტორები. ამას ახლა თუ აუყევით კიდევ დიდხანს, უსასრულოდ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ამიტომ აი იმ იდეოლოგიური დიქტატის დროს, როდესაც თქვით, რომ ხელიდან უნდა გამოვტაცოთ
ამ ადამიანებს ეს მონოპოლია, ახლაც აი ამ ოლიგარქებს, აი ამ კლეპტოკრატებს ხელიდან უნდა გამოუტაცოთ ძალაუფლება იმ თვალსაზრისით, რომ უნდა შესუსტდნენ, გავიდნენ არაოფიციალური მმართველობიდან და ადგილი დაუთმონ საშუალო ფენის ფორმირებას. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბრის საგანი. შევეცდებით შემდეგ საუბარში მიმოვიხილოთ ახალი გარკვეული ხედვა, რაც ხელისუფლებების და ოპოზიციების მიერ არ ყოფილა შემოთავაზებული, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს 200 წლიანი ისტორიული განდევნიდან ჩვენი სამშობლო ისტორიულ ასპარეზზე ღირსეულად და მყარად. მადლობა დღევანდელი მოსმენისთვის.